ახლა კი აფხაზეთი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტოვებს აფხაზეთიდან გამოქცეული ოჯახები იმ გაუცაძლეს პირობებზე საუბრობენ, რომელიც მათ რეგიონს რუსულმა ოკუპაციამ მოუტანა. მათ შორის ის ადამიანებიც არიან, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დავით კაკულია განაგზობს თემას, დათო თბილისში ჩამოსული აფხაზები თავად აცხადებენ, რომ წამოსულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თუ არის ცნობილი, რამდენი ოჯახია ამ დროისთვის მზად, რომ აფხაზეთი დატოვოს? 10 აფხაზური ოჯახის გარდა კიდევ არსებობს დაახლოებით 50-მდე აფხაზური ოჯახი, რომელსაც სურს თავი დააღწიოს ოკუპაციურ რეჟიმს. დღეს გაეროს ოფისის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმ აფხაზების შესახებ, რომლებიც უკვე თბილისში ცხოვრობენ, ის ინფორმაცია თუ რა პირობებში უწევთ მათ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრება. ქართულ მხარეს აქვს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მას შემდეგ რაც 10-მა აფხაზურმა ოჯახმა თავს გაქცევით დააღწია, განსაკუთრებით გაძლიერდა ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლი და ეთნიკურ აფხაზებს უგდითში უკვე პროდუქტის საკვებელობას კი აღარ უშვებენ. თამას კუჩუბერიას და მისი მეგობარი ვალერიც აფხაზები არიან. ახალწელს სოხუმის ნაცვლად თბილისში შეხვდნენ. რეალობამ, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთში შეიქმნა, ორივეს მშობლიური ქალაქის დატოვება აიძულა. თბილისში ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობენ. სოხუმში დარჩენილ ახლობლებს ვეღარ ეკონტაქტებიან. ერთმანეთს კი ხშირად ხვდებიან და პოლიტიკაზე საუბრობენ. აფხაზეთზე, რომელიც ომის შემდეგ მთლიანად რუსული გავლენის ქვეშ. ისეთი მძიმე მდგომარეობაა, თუ გადადაღწევების შექმნის დასმა აღარ დაგჭირდება. აფხაზების სახელმწიფოს გამო არემონტებენ მაღაზიები გახსნან თავის დარჩენა. ქალაქისთვის არაფერი კეთდება, რასაც აკეთებენ იმისთვის, რომ აფხაზეთზე ყველაფერი გაიტანონ. თამას კუჩუბერიას გარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ 10 ოჯახი გამოიქცა. ყველა მათგან საქართველოს მთავრობამ ბინები და სამუშაო ადგილები მისცა. გარიკო შაპოვსკაიაც სოხუმში ცხოვრობდა. რუსეთის მიერ აღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრები ამტკიცებს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვრცელზეა დაწერილი. მისი თქმით, ეროვნებით აფხაზები რუსული ბაზებისა და გავლენისგან იმდენად არიან შევიწროებულები, რომ ბევრი მათგანი უკვე თბილისში გადმოსვლას ფიქრობს. მარტო სულელი ვერ მიხვდება, როგორი დამოუკიდებლობა გვაქვს. ჩვენ ბოლომდე რუსეთზე დამოკიდებულები და მათი ჯარის მიერ ოკუპირებულები ვართ. სხვა გზას ვერ ვხედავ გარდა შერიგებისა. არავის არ სჭირდება ომი. მე აქაური წესრიგი მომეწონა და მინდა, რომ ჩემს აფხაზეთშიც ასე იყოს. ახლა შაპოვსკაიას ოჯახის წევრები სოხუმზე ნოსტალგიას ალბომის დათვალიერებით იკლავენ. მათთან ერთად იმყოფება თამას კუჩუბერიას. ამჯერად ის უკვე კურიერთან აფხაზებისა და ქართველების შერიგებაზე საუბრობს. თავად კუჩუბერია 92-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა. ახლა მზად არის ქართველების პატიებას თხოვოს და მათაც აფუძნოს. სისხლის ძმები დიდი ხნით ერთმანეთს ვერ დაშორდებიან. სხვებმა თუ შეძლეს, ჩვენც შევძლებთ შერიგებას. გერმანიაში კედელი დაანგრიეს. რუსები კი გვიშორებენ, განა ეს შეიძლება, უნდა შევდივდეთ. ოკუპირებული აფხაზეთიდან ცხოვრების აუტანელი პირობების გამო წამოსული აფხაზები ფიქრობენ, რომ მათ კვალს უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახი გამოყვება. თბილისი მზადაა ოკუპაციურ რეჟიმისგან შევიწროებულ ყველა ეთნიკურ აფხაზს საცხოვრებელი ფართი და სამუშაო ადგილი გამოუყოს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური აფხაზები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებენ, არის ყაჩაღობის ფაქტები. ჩვენი სიუჟეტის ერთ-ერთი გმირის თქმით, ამ ყაჩაღობის მონაწილეები ხშირ შემთხვევაში გადაცმული რუსი სამხედროები არიან. ეს ხო დავით კაკულია, მადლობთ.